უპირველეს ყოვლისა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ თემით დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩართულობა, რეზონანსი, მდგომარეობა არის უაღრესად კრიტიკული. კონკრეტულად მე-14 საჯარო სკოლას რაც შეეხება მე-7 დღე არის, დღეს მე-7 საპროტესტო დღე არის, რაც მიმდინარეობს აქცია ამ სკოლის ტერიტორიის წინ, უფრო სწორად ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიის წინ. ტერიტორია არ იყო არც შემოსაზღვრული ამ დროის განმავლობაში და არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, მაგრამ ეს აღარ ადარდებთ მშობლებს. მთავარი სატკივარი რაც აქვთ ის არის, რომ 4 წლის განმავლობაში მათი შვილები, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კილომეტრებით მოშორებით დაჰყავთ სხვა სკოლებში, სადაც ისინი სწავლობენ. ძირითადად მეორე ცვლაში შეზღუდული საგაკვეთილო დროით ვერ იღებენ ხარისხიან განათლებას, ვერ დადიან სხვადასხვა წრეებსა და სპორტზე და განსაკუთრებით საგულისხმო ამბავში ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 7 დღე არის, მათ წვიმიანი დღეებიც იყო და მშობლები დგანან ქუჩაში, პასუხისმგებელი უწყებებიდან მათთან არ მოსულა არავინ აბსოლუტურად. მშობლები ბოლოს იმ დონემდე მივიდნენ, რომ თვითონ წავიდნენ განათლების სამინისტროსთან და იქ გამართეს აქცია. აღსანიშნავია ასევე ის ამბავი, რომ ძალიან კონსტრუქციულად, შეგნებულად, გააზრებულად იქცევა ეს ხალხი და არ მიმართავს რაღაც რადიკალურ და დესტრუქციულ ზომებს, რომ ეს მაინც იყოს მიზეზი, რომ აი თქვენ არ ხართ განწყობილი საქმიანი საუბრისთვის, მიუხედავად მთელი ამ კომპლექსური მზადყოფნისა მშობლების მხრიდან პასუხისმგებელი უწყებებიდან არ არის არანაირი შემოხმიანება. იყო ერთადერთი შეხვედრა ნაძალადევის გამგეობაში, რომელიც აბსოლუტურად არაკომპეტენტური ორგანოა. ესეც უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, რომ კომპეტენციები გაიყო ადრე თუ განათლების სამინისტროს კომპეტენცია იყო სკოლების მშენებლობა. ეხლა ინფრასტრუქტურის სამინისტრო შემოიყვანეს ამ პროცესში. საბოლოო ჯამში ამ სკოლების მიმართულებით, განათლების მიმართულებით უკვე 4 ინსტიტუცია მოქმედებს. ერთი არის ინფრასტრუქტურა, მეორე განათლება, მესამე მერია, მეოთხე გამგეობა და მშობელმა უკვე აღარ იცის ვის უნდა მიმართოს, ვინ არის პასუხისმგებელი, მოკლედ სრული კოლაფსი არის განსაკუთრებით ნაძალადევში ამ მიმართულებით. რა არის პასუხი და მიზეზი, რის გამოც ამდენი წელია ვერ ხერხდება არათუ მშენებლობა და დასრულება, არამედ დაწყება კი და ტენდერის გამოცხადება? მიზეზები არ ილევა, მაგრამ არც ერთი მიზეზი არ არის ისეთი საფუძვლიანი, რომელიც შესაძლოა რომ რაღაცნაირად გასაგები იყოს მშობლებისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა რომ თქვა აქცენტირებულად, ნაძალადევში ეს არ არის ერთადერთი სკოლა. იგივე მდგომარეობაში იყო მე-4, 113, მე-10, მე-11, აგერ მე-14, მე-13 და მე-15 სკოლები საერთოდ აღარ არის სკოლები, იმიტომ რომ იქ დევნილები შეიყვანეს. ფაქტობრივად ნაძალადევში განათლების შესაძლებლობა მოუსწეს ბავშვებს. ახლა ამ შემთხვევაში აქვთ დახვეული თითზე ის ამბავი, რომ სკოლის ერთ-ერთი ნაწილი არის დაკავებული დევნილების მხრიდან და ამას იშველიებენ მიზეზად, თუმცა ეს პროცესი გრძელდება უკვე 14 წელია ხელისუფლებაში არიან. დევნილები რამდენი წელია ძალიან საქართველოში, კარგად მოგეხსენება და შესაბამისად რა ვეღარ დასრულდა ეს პრობლემა და ერთი ფლიგელიდან ამ ადამიანების გაყვანა, როცა ესეთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას სკოლას ეხება საქმე, ეს მიზეზი რა თქმა უნდა არის ისევ რაღაცა დროის გაწელვის ამბავი. რეალურად ფაქტია, რომ ისინი ამ გამოწვევას ვერ უმკლავდებიან და არაერთი სკოლა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ათასობით მოსწავლე არის ამ დღეში, რომ ვერ იღებენ წლების განმავლობაში ხარისხიან განათლებას. პროცენტული მაჩვენებლით თუ ვიტყვით, ალბათ 5% 100-დან, სადაც შესაძლოა რომ დასრულდა პროცესი. აი მე მინდა გითხრათ ერთი ძალიან საგულისხმო ამბავი. როგორ უპატივცემულოდ უყურებენ საერთოდ ამ მშობლებს, მოსახლეობას, ხალხს. როცა მე-14 საჯარო სკოლის მშობლები და აი ელენეც იქ იყო, 7 დღეა დგანან ქუჩაში, აპროტესტებენ ამ პროცესს. ზუსტად ამ სკოლიდან დაახლოებით ალბათ 9 კილომეტრშიც არა მობრძანდნენ განათლების მინისტრი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ორივე ერთად და დაათვალიერეს და იმ სკოლის მშენებლობა, რომელიც შარშანწინ უნდა გახსნილიყო უკვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ანუ მოვიდნენ, დაადგნენ მთელი ჩაფხუტებით, დიდი სამბით, ამუნიციით და გადაიღეს ფოტოები და გამოდეს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე განათლების სამინისტროს, ისე გამგეობის გვერდებზე, რომ აი მიდიან და ანუ დაათვალიერეს იმ სკოლის მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელიც ნორმალურად რომ ემუშავათ 2 წლის წინ უნდა გაიხსნათ. აი ესეთი მდგომარეობა არის. გადაცილებულია ვადები, თუ არ ვწდები, მერვედ გაუხანგრძლივეს ვადა მე-10 საჯარო სკოლას მშენებლობის, დაუმატეს მილიონობით ლარი, რომ როგორღაც დაასრულონ და აი ესეთი აბსოლუტურად არამიზნობრივად, არარაციონალურად იხარჯება თანხები, არ არის დაგეგმა წესიერი და აი ამ მდგომარეობაში არიან და განსაკუთრებით ელენემ ძალიან კარგად თქვა, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ იმ იმკედლებელ სკოლაშიც არის შეწყვეტილი მე-14 საჯარო სკოლის პროცესი და ეს მაინც ხო უნდა გაღელვებდეს, რომ ბავშვები იმ უხარისხო განათლებასაც ვეღარ იღებენ, იმიტომ რომ დაიღალნენ ეს ბავშვები. დაიღალნენ, გაწვალდნენ, აღარ შეუძლიათ და აღარ უნდათ ესე
გმურებივით გაატარონ თავისი საუკეთესო წლები. მიღმა ამ სენსიტიური ჩვენებლებისა და მდგომარეობისა რაც გვაქვს, რა არის ეკონომიკური დანაკარგები, რასაც სახელმწიფო იღებს ამდენი წლის განმავლობაში გაჭიანურებული მშენებლობის გამო? სხვა ფასები იყო მაშინ, როცა შეიძლება დაწყებულიყო, დღეს სხვა ღირებულება გააჩნია, ამ ბავშვების გადაყვანას და ტრანსპორტირებაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. აი ეს ყველაფერი ჯამში რა არის? კი, კომპლექსურად საკმაოდ დიდ თანხებზე გავდივართ. მე დავთვალე მხოლოდ ტრანსპორტირების თანხები, სკოლების და 50 მილიონ ლარზე რო ავედი, შემდეგ დავანებე თავი უკვე. კონკრეტულად მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის დაახლოებით 3 მილიონამდე ლარია დახარჯული. კოლოსალური თანხაა, ამ თანხით თავისუფლად შეიძლებოდა რომ ამ ბავშვების მომავალი უზრუნველეყოთ. ბევრი სიკეთის მოტანა შეეძლოთ ამ ბავშვებისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხარჯავენ აი ამ ფულს ასე, მარშრუტკებით აქეთ-იქით სიარულში, ამ მარშრუტკებსაც რო შეხედოთ, არ ვიცი, ამორტიზებული, წყობიდან გამოსული და არ აინტერესებთ, არ აღელვებთ და ამის ფონზე თქვენ იცით, საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება აწარმოებს რაღაც განათლების მასშტაბურ რეფორმას, ეხლა სკოლებს ხო მიხედეს და ეხლა უნივერსიტეტებზე გადავიდნენ და იქ საერთოდ რას დაატრიალებენ, კაცმა არ იცის, როცა სამსართულიანი სკოლები ვერ ააშენეს 5, 6 და 7 წლის განმავლობაში. მადლობა.